დილა მშვიდობისა საქართველო, კლავ სიამოვნებით მოგესალმებით. დღეს ოთხშაბათია და ტრადიციულად 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ იწყება მწვანე რჩევები თქვენთვის და მადლობა რომ გვისმენთ თელ საქართველოში, გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, MyVideoჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის YouTube არხზე, Facebook გვერდზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. დღევანდელი ჩემი თანაწამყვანი იქნება ქეთევან ჯანხოთელი, ლანდშაფტის დიზაინერი, დილო მშვიდობისა ქეთევან, ვინც გვადევნებს თვალყურს ამ მწვანე სტუდიაში. ფაქტობრივად დღეს მწვანედ ვართ შემოსილები და გვიწევს ძალიან საინტერესო თემაზე ჩვენი მსვენელის და მაყურებლის ყურადღების შეჩერება. ფაქტობრივად ახალი სეზონიდან ქეთევანმა შემოგთავაზა იდეა სერიებს ვაკეთებთ, ცნობილი ქართველი ავტორების, შემოქმედების, წერლების, პოეტების ცხოვრებაში, მათ ბიოგრაფიულ ისტორიაში და რასაკვირველია, თავად შემოქმედებაში რა როლი უჭირავს მცენარეებს და დღეს ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებას გადავავლებთ თვალს და ნახავთ რა როლი აქვს მათ მის შემოქმედებაში მცენარეებს. ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედება ღრმად არის ფესკადმული საქართველოს მთის ბუნებაში, მწერალი განსაკუთრებული სიზუსტით ასახავს მთის ლანდშაფტს, გარემოს, ტყეებსა და მინდვრებს, რაც არამხოლოდ დეკორატიული ფონი, არამედ სიუჟეტისა და პერსონაჟის ხასიათის განსაზღვრელი მხარეა. მცენარეები მის ტექსტებში ხშირად სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს, გამოხატავს ემოციურ ფონს, გმირების შინაგან მდგომარეობას და მთის სამყაროს სულიერებას. ფაქტობრივად ბოლო 2 კვირა ეს საკითხი შეისწავლა ქეთევანმა და დღეს ის გაგვიზიარებს თავის შტაბ-ჭრილებებს, თავის იმ მასალას, რომელიც მოგვიტანა სტუდიაში და დარწმუნებული ვარ თქვენს ძალიან დაგაინტერესებთ, იმიტომ რომ შეიძლება ყველა მხრივ გისაუბრიათ შვილებთან თავის დროზე თქვენ, როდესაც სწავლობდით მეგობრებთან ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებაზე, მაგრამ ამ კუთხით მე მგონი შეიძლება არც გქონდათ, თქვათ, ყურადღება გამახვილებული და აი დღეს ჩვენ მოგცემთ ამ შესაძლებლობას. დილო მშვიდობისა ქეთევან, მადლობა საინტერესო ინიციატივისთვის, იმისთვის რომ გვთავაზობ ამ სეზონზე ცნობილ ქართველ და ყველასთვის საყვარელ კლასიკოსებს და მათ შემოქმედებაში მცენარეებს, როგორც პროფესიონალი შენთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია. რატომ და რით არის განსხვავებული ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებაში თქვენი სფერო, თქვენი საქმე, მცენარეები? მოგესალმებით მაყურებელს და სწორად აღნიშნეთ, რომ ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებაში მცენარეები ძალიან ზუსტად და კარგად არის წარმოჩენილი ლანდშაფტში, მათი არსებობა დასტურდება დოკუმენტური მასალებით და იქ არის წარმოდგენილი ისეთი მცენარეები, რომლებიც მართლაც და ესე აღწერილია იმ სარტყელში განხილვებისას. ესე იგი, რატომ მცენარეები ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებაში, იმიტომ რომ მას საკმაოდ აი ამ მიმართულებით, ჩემი არჩეული მიმართულებით ძალიან საინტერესო მასალები აქვს წარმოდგენილი და ესენია თუ ცალკე აღებული მცენარეები, ცალკე საკვები მცენარეები, დეკორატიული მცენარეები, ასევე ყოფა-ცხოვრებაში გამოსაყენებელი მცენარეები და ძალიან საინტერესო მასალა გვაქვს თოფის წამლის დამზადების კუთხით და ასევე საკარმიდამო ნაკვეთების სამოსახლო მიწების აღწერის კუთხით. ეს როგორც ლანდშაფტის დიზაინის მიმართულებით ძალიან საინტერესო და ხელჩასაჭრიდია პირადად ჩემთვის. მოდი დავიწყოთ და დიდხანს არ შევჩერდები მის ბიოგრაფიაზე, ეს ყველასთვის ნაცნობი თემაა, იმიტომ რომ მას საკმაოდ ტრაგიკული ბედი ხვდა წილად, ის იყო ყველაზე ამბოხებული მწერალი საქართველოში ლაჟაბშაველასთან ერთად და ის ძალიან მკაცრად, მკაფიოდ და სწორი მიმართულებით ამხელდა რუსეთის უსამართლო პოლიტიკას და დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. და ამიტომაც ის შეამჩნიეს და პირდაპირ მზა დაბეჭდილი ტირაჟები გაუნადგურეს, რამაც მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ცუდი გავლენა იქონია და ის 45 წლის ასაკში გარდაიცვალა ყველთვის ცნობილი დიაგნოზით. მოდი მივყვეთ მის ჩვენი საინტერესო კუთხით, აღარ დავიმძიმოთ ჩვენი განწყობა და პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ალექსანდრე ყაზბეგი აი ესეთი ძალიან ლაღი და ესეთი
კარგი ბავშვობა ქონდა, იმიტომ რომ ის იყო მისი მშობლების ერთადერთი ვაჟი, მშობლებისთვის ეს იყო ორივესთვის მეორე ქორწინება, დედას ეს იყო ელისაბედ თარხნიშვილი, მას რა თქმა უნდა ყავდა პირველი ქორწინებიდან 3 ქალიშვილი, თუმცა მისი მშობლების ერთადერთი ვაჟი იყო ძალიან გათამამებული და მამა ამბობდა, მამა მიხეილ ჩოფიკაშვილები იყვნენ ისინი, მათი გვარი ჩოფიკაშვილები იყო, ყაზბეგი შემდეგ დაერქვათ გარკვეული ისტორიული ესე იგი მიზეზებით და ესე იგი ძალიან გათამამებული იყო. ერთხელ თურმე მამას შეშჩივლა არაფერზე უარს არ ეუბნებოდნენ და მამას უთხრა ჩამოულია აქლებების ქარავანს და მამისთვის უთქვა ახლა ამ აქლებს თუ არ მიყიდი ვიტირებ და აი ძალიან მოკლედ ცუდი რეაქცია მექნებაო და მამამ აი ძრის რაღაცნაირად სადამისი გადარწმუნება თუმცა არაფერი არ გამოვიდა და ეს აკლემი შეუძინეს. მართალია ის ერთ კვირაში გადაიჩახა კლდეზე, მაგრამ ნუ ალექსანდრეს აი ესეთი როგორც თვითონ ამბობს, უკანასკნელ გარყვნილ რაღაცა გარყვნილებამდე მივყავდი ჩემს მშობლებსა და აი ესე საბოლოო ჯამში თვითონვე ესე ძალიან კრიტიკულად აფასებდა თავის ბავშვობის აი ამ სილაღეს. და იმის თქმა მინდა რომ აი ესეთ გარემოში გაზრდილი მშობლებისგან ხელშეწყობილი ადამიანი ბუნების ტკბობით რა თქმა უნდა გაფეტიშებული იყო, თუმცა როდესაც თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, აქაც არანაკლები რა თქმა უნდა თბილისურ ბოჰემურ ცხოვრებაში პომპეზურობაზე უარს არ იტყოდნენ და აღწერილია რომ ესე იგი თბილისში მათი სახლი დროებითი საცხოვრებელი რა თქმა უნდა, მაგრამ მათი სახლი სავსე ყოფილა ნაირგვარი მცენარეებით. აი როგორც ჩვენს სტუდიაში არის ლამაზად მორთული მცენარეებით და ეს რაღაცა ამაღლებულ ხასიათს ძენს ინტერიერს, სწორედ აი ამ მიმართულებით, ესე იგი ინტერიერის მცენარეები მის ცხოვრებაში არსებობდა. ეს ერთი. რა თქმა უნდა, მის გარემოში არსებული მცენარეები და რომელიც შემდეგ საბოლოო ჯამში მის შემოქმედებაშიც მოხდა, ეს იყო გუდამაყრის ხეობის ლანდშაფტი და მას ძალიან ლამაზად და კარგად წარმოაჩენს სხვადასხვა ნაწარმოებებში და ამას ჩვენ განვიხილავთ. მაგრამ აი ერთი რამ მინდა ვთქვა, არა მარტო რაღაცა ეს ესთეტიური კუთხით არის მის შემოქმედებაში ეს მცენარეები და ეს რაღაცა სალაღობოთ და პომპეზურობის და რაღაცა სტატუსის განსაზღვრა არამედ ძალიან რეალური ფაქტებიც არის მოყვანილი. ასე მაგალითად, ხევისბერ გოჩაში, მის ნაწარმოებებში ხევისბერი გოჩა მოყვანილია ესეთი მომენტი, სადაც აღწერილია, ესე იგი, თავადი ნუგზარის წინააღმდეგ ამხედრებული მოხევეები როგორ ემზადებიან და მის დასახვედრად მასთან შესაბმელად და ასეთი მომენტია ძალიან საინტერესო. ნახეთ, ტყვია საკმარისი ჩამოჰქონდათ ხდიდგან. გვარჯილას კრეფავდნენ შიგვე სოფელს სიონში გამოქვაბულს კლდეებში, სადაც თეთრ მარილსავით მიწაზედ ეყარა და გოგირდიკი წინადვე ჰქონდათ დამზადებული. იქვე სწვავდნენ არყის ხესაც და ამგვარად ამზადებდნენ თოფის წამალსა. მე მოვიძიე დოკუმენტური მასალა იმის შესახებ, თუ რეალობა აი რა კავშირი ქონდა ხა არყის ხე, რა თქმა უნდა, ჩავეჭიდე და არყის ხევის ბუნებაში ორი სახის არის წარმოდგენილი, შავი არყი და თეთრი არყი და მაგრამ აი ეს რეცეპტურა მართლაც რეალური ყოფილა და ნახეთ, ნარევიანი დენთის ერთ-ერთი სახეა კვამლიანი, ანუ შავი დენთი. შავი დენთი გოგირდის 10%-იანი, ხის ნახშირის 15%-იანი და კალიუმის გვარჯილის 75%-იანი ნაზავისგან შედგებოდა. ესე იგი, იქ ძალიან კარგად იცოდნენ ამ ნაზავის დამზადება და რა თქმა უნდა, მათ აი ამ ბრძოლებში იყენებდნენ. და აი ასე შესაბამისად ძალიან რეალური მასალებთან გვაქვს შეეხება. რაც შეეხება არყის ხეს, ეს არის ბეტულა და ხევში ბევრი სახეობა არსებობს არყის ხის, მაგრამ ნახეთ,
აი ამ ტერიტორიაზე, ანუ ხევში გავრცელებულია თეთრი არყი, ანუ ლიტვინოვის არყი, ბეტულა ლიტვინოვი და შავი არყი, ანუ რადესი, ბეტულა რადეანა. და აი ეს შავი არყი შეტანილია ყოფილ სუსურო კავშირის წითელ წიგნში. ასევე აქვე აღწერილი აი ეს მინერალები, რომლებსაც აგროვებდნენო გოგირდი და ასე შემდეგ, ესეც შეტანილია წითელ წიგნში, აი ეს ადგილები და ნახეთ, აი აქ მაქვს ერთი ფოტო, რომელშიც თუ გამოჩნდება, აი აქ არის მღვიმეები, პატარა მღვიმეები, სადაც ხდებოდა აი ამ მინერალების მოპოვება. და ესეც რა თქმა უნდა დაცულია და წითელ წიგნშია შეტანილი. კიდევ ერთი რა მინდა ვთქვა მცენარეებთან დაკავშირებით, ალექსანდრე ყაზბეგი იყო ერთადერთი, ფიქრობ რომ ერთადერთი ჯერჯერობით მწერალი, რომელიც თავის ნაწარმოებებს, თავის კრებულებს თვითონვე აფორმებდა. და აი მის ესე იგი მის ხელნაწერებში შემონახულია ესე იგი ფურცლები, რვეულები, სადაც ის უკვე გამზადებულ ყვავილებს, ასე ვთქვათ, აპლიკაციებს იყენებდა და თავის ნაწერებს სათაურთან დაურთავდა ულამაზეს ვარდებს, სადღაც ჩიტებს, სადღაც სხვადასხვა ფლორისა თუ ფაუნის წარმომადგენლებს და ასე ილუსტრაციებს აკეთებდა და მართლა ძალიან ლამაზი სანახავია ეს ყველაფერი. ვარდი განსაკუთრებით უყვარდა და მე რამოდენიმე მიმართულებით მინდა დავახასიათო ეს მცენარე მის შემოქმედებაში. ის თავადვე აი ვარდს და სხვადასხვა ყვავილებსაც, მაგრამ განსაკუთრებით ვარდს და აქ ჩვენ ხედავთ რა თქმა უნდა ყველას შემოქმედებაში რუსთაველის გავლენას, იმიტომ რომ საწყისი იქ არის ვარდის მოხსენიების. და ნახეთ, ვარდი მას წარმოჩენილი და ვარდი და ზოგადად ყვავილები წარმოჩენილი აქვს როგორც კომპლიმენტი გოგონას მიმართ და ამას ხვდებით ჩვენ ელეონორაში, სადაც ასლან გირეი ელეონორას სტუმრად მის ოჯახში სტუმრად მისული ელეონორას მიმართავს მთის ვარდო და აი ეს უკვე ელეონორაზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და შეუყვარდება კიდეც, თუმცა ნაწარმოების დასასრული ყველამ კარგად ვიცით, თუ არა და გადავიკითხოთ, უდიდეს სიამოვნებას მივიღებთ. შემდეგი მცენარეების თვალსაზრისით, მცენარეების გამოყენების თვალსაზრისით ძალიან საინტერესო რამეს გადავაწყდი. ეს არის ასევე ხევისბერგოჩაში, ესე იგი თავადი ნუგზარის წარმოთქმული ერთი ფრაზა, როდესაც ის გაიგებს, რომ მოხევები მის გვერდში არ არიან საბრძოლველად, რეალური ესე იგი საბაბი აქვს ამისი, რომ არ ჩაერთონ მის წამოწყებულ ბრძოლაში, ის გაბრაზებული ასე ამბობს, იმდენი ყვავილი არ გაწითლდება ამ ფერდობზე, ამ მთაზე, რამდენიცაც მათი სისხლით შევღებავო. და ეს არის როგორც საზომი ერთეული ყვავილის, აი წითელი ყვავილის, ალბათ ყაყაჩოსი, ხო? საზომი ერთეული იმისაც, როგორ რაღაცნაირად გამოხატავს მასშტაბს თავის მრისხანებას და ესეთ მომენტს მე არასდროს არ გადავყრივ ვარ ნაწარმოებებში. ასევე სხვადასხვა ნაწარმოებებში გაფენილია და ძალიან ლამაზად არის წარმოჩენილი სწორ ადგილებში აქვს ჩასმული, როგორ ლამაზად ამკობს გოგონებს, ახალგაზრდა გოგონებს, მოხევე ქალბატონებს და ესე იგი მათ ყვავილებს, სურნელოვან ყვავილებად მოიხსენიებს, რომლებსაც ფუტკარი და პეპელა ეტანება და რა თქმა უნდა აქ უკვე ვაჟებს გულისხმობს და ძალიან ლამაზი და ესეთი სატრფიალო მომენტებიც აქვს, ესე იგი ნახსენები და ყვავილები ამ კუთხით აქვს წარმოჩენილი. და რა თქმა უნდა ჩემთვის ძალიან ვირფასი აღმოჩენა, რომელიც ქეთევან დედოფალს უკავშირდება და წელს არის ქეთევან დედოფლის წელი ასე დადგინდა, რადგანაც არის მისი წამებიდან 450 წელი შესრულდა წელს და დაბადებიდან 450 წელი. და ჩემთვის ძალიან ბედნიერი აღმოჩენა, მე პირადად ქეთევან დედოფლის სახელი მქვია და ჩემთვის ძალიან ბედნიერი აღმოჩენაა, რომ დღევანდელ ჩვენს ავტორში, ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებაში ვიპოვე მასზე მიძღვნილი ნაწარმოები და ეს არის წამება ქეთევან დედოფლისა და ძალიან ლამაზად და კარგად წარმოაჩენს ის
ესე იგი ქეთევან დედოფალს მოიხსენიებს როგორც ვარდს და მოდი მე ახლა ამოვიკითხავ აი ამ მომენტს და ნახეთ საქართველოს სარდალი ქაიხოსრო ომანაშვილი ასე მიმართავს ქეთევან დედოფალს. კურთხეულიმც იქნები დედათა შორის, ნაზო გულკეთილო ქმნილებავ. ნეტარიმც არის ის ქვეყანა, სადაც შენებრივ ვარდი გაიფურჩქნება. და აი ეს რა თქმა უნდა ვარდი გამოყენებული აქვს როგორც აი რაღაცა ლამაზი ცხოვრების, ეკლიანი ცხოვრების მეტაფორა და სიმბოლოს და ასე ამკობს ის ჩვენს სიმბოლიზმები ზოგადად დამახასიათებელია, აი ველური ყვავილი, მუხა, ვთქვათ, ნაძვი, ფიჭვი. ასევე ძალიან საინტერესოა თქვენთვის როგორც ლანდშაფტის დიზაინერისთვის, როდესაც ხვდებით კონკრეტულ თქვათ მცენარეებს, რა ფსიქოტიპს ქმნის ის თავად ავტორის. ჩვენ ყველას მისი შემოქმედება გვიყვარს, მას ვიცნობთ და აქედან გამომდინარე ვაფასებთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ თქვენი შეფასების კრიტერიუმში თქვენი პროფესიაც ემატება, ასე ვთქვათ და ზუსტად ის მიგნებები, რაც დაასახელეთ გადაცემის განმავლობაში, ალბათ გარკვეულ პორტრეტს ქმნის მისას პიროვნულ ადამიანურ თვალსაზრისით და აი რა შტაბეჭდილება ვთქვათ რჩება თავად თქვენთვის, როგორც დიზაინერისთვის ლაღი, ცოტა მეამბოხე ბავშვობის შემდეგ, ზუსტად იმ ნიუანსების, იმ სიმბოლოების გამოყენებით, რაც მისი შემოქმედებიდან ვიცით. რა კარგი კითხვაა, დავით, აი პირდაპირ ასოციაცია მიჩნდება პირადად მასთან. ის ყურადღებას თავის შემოქმედებაში ამახვილებს, ჯერ იმას ვიტყვი, როგორ გარემოს ქმნის აი ლანდშაფტის დახასიათებისას, არა მხოლოდ ესთეტიური კუთხით, აი თითქოს იმიტომ გიხასიათებს იმ ქვაღორღიან ადგილებს, იმ ლანდშაფტს, რომ სადღაც რო გარბის მეომარი, ან შეყვარებულთან მიისწრაფვის, ან რაღაცა მოქმედებას ანხორციელებს პერსონაჟი, ბუნებას თითქოს მარტო იმიტომ გიხასიათებს, რომ განცდა შეგმატოს, რომ სადღაც ფეხი არ წამოკრას, რა რითმი ვეშო, აი მართლა ძალიან ემოციურია და მცენარეები, რომლებზეც ის ამახვილებს ყურადღებას, არის ან ძალიან ძლიერი, ეს არის მუხა, არის ესეთი ეპიზოდი, სადაც ირემი გამოდის და რო ვერ ნახავს მის ყველასთან უკვე შერკინებულია და ლიდერობა მოპოვებული აქვს და ერთადერთი და თითქოს გაბრაზებული იყურებოდაო, რომ ვერავინ ვერ გამოიწვია საჩხუბრად ამ ირემმა და მივიდა და მუხას ეხეთქება თავისი რქებით. ანუ ის იყენებს აი ამ ზვიადი ბუნების, მკაცრი ბუნების წარმოსაჩენად, ან ძალიან ძლიერ ხემცენარეებს, ან ძალიან უყვარს ნაზი ყვავილების, სურნელოვანი ბალახების, ძალიან სუსტი და ესეთი სათუთი მცენარეების აღწერაც და მისი ბუნებაც, მისი ცხოვრება ზუსტად ასეთი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პომპეზუროი ბავშვობიდან მოდის, შემდეგში უკვე რაღაცნაირად სხვანაირი ცხოვრება შეექმნა და თითქოს იმ ბალახს დაემსგავსა, რომელიც არაფრით არც იჩაგრება, ყოველთვის ცოცხლობს, მაგრამ უკვე დასუსტებულია ბუნების. ეთნოგრაფიული კონტექსტი საჩელება, რომ წავიკითხოთ თქვათ მის შემოქმედებაში, ასევე ვფიქრობ თქვენთვის საინტერესოა როგორც დიზაინერისთვის, მცენარეები როგორც რაღაცნაირად ეთნოგრაფიული დეტალების შემადგენელი ნაწილი. ყველაზე უფრო მეტად აი სად იგრძნობა ეს და რა გამოარჩევს თქვათ? ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ესე იგი ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებაში მოვიპოვოთ მცენარეები, რომლებიც საქართველოს ლანდშაფტისთვის არის დამახასიათებელი და ასევე შემოტანილი მცენარეებიც და ახლავე შემიძლია ესე იგი ესენი ჩამოვთვალო. ხევისბერ გოჩაში, თუ შეიძლება მოვიციებ, ხევისბერ გოჩაში ჩვენ ჩამოთვლილი გვაქვს ესეთი მომენტი არის, როდესაც ნახსენებია, რომ ხევის ქალრძალიო მოიპოვებდა, გამოსული იყო, ესე იგი, ხილის მოსაკრეფად. და აი ამ ხილს ერთი წუთით, აი ამ ხილს ახასიათებს ესე იგი, შავხილი, ხახამა და ქუბი. ნახეთ, შავხილი ეს არის იგივე, ნახეთ, შავხილაი, შემდეგ შავი ხილი და საუბარია მოცუზე. ეს არის
ვაქტინიუმ მირტილუს. შემდეგ ხახამა ეს არის ქართული სახელწოდებაც ასეთი აქვს, ეს არის ხახამა რუბუს საქსატილის, ეს იზრდება საქართველოში სუბალპურ არყნარებსა და ფიჭვნარებში, ალპურ მდელოებზე იჭმება მისი წითელი კენკრა, ნაყოფი, ეს არის ნიადაგმფარავი მცენარე, რომელიც ესე ფართოდ ყოფილა იქ იმ პერიოდში გამოყენებული. და ქუბი, ეს არის იგივე ჟოლო, რუბუს იდეუს. ასევე გვაქვს მცენარეები ჩამოთვლილი ნაწარმოებში ციკო, როდესაც ესე იგი სამი თაობის ქალბატონი ზის სახში, ბებია, შვილი და შვილიშვილი და ისინი სამარხო საკვებს განიხილავენ, ესეთი პატარა მომენტი გვაქვს და ნახსენებია ნივრის ხინკალი, ესე იგი ნიორი ყოფილა იქ გავრცელებული და ასეთი ფრაგმენტია, როდესაც ამბობს ესე იგი ბებია, რომ ბარში რა გაუჭირდება ესე იგი ყველაფერი აქვთო არის ზეთი ხო ზეთი ლობიო და ჩამონათვალია გაკეთებული და თვითონ თავად მიირთმევენ კარტოხას და კარტოხა ეს არის იგივე კარტოფილი რომელიც საქართველოში მე-18 საუკუნეში შემოვიდა და როგორც ჩანს იქ უკვე გამოიყენებოდა ლობიო მწვანილი ნიგოზი და ზეთი აქვთო ბარშო და რა გაუჭირდებათო მარხოჩიო ანუ მარხვაშიო და მე იმის თქმა მინდა ამითი ამ ჩამონათვალით რომ ესე იგი თუ იქ და ხილკენკროვანი მცენარეები ადგილობრივად არის გავრცელებული, უკვე შემოტანილი მცენარეებსაც ხვდებით და კარტოფილი და ლობიო ეს არის საქართველოში ამერიკიდან დაწყებული, შემდეგ ევროპის გავლით და რუსეთის გავლით ჩვენთან შემოსული და დამკვიდრებული და აი ეს კარტოფილი 2300 სუბალპურ სარტყელში 2300 მეტრის სიმაღლეზეც კი მოიყვანებოდა და დღემდე არის ცნობილი აი სვანური კარტოფილი მაგალითად და აი ეს მუხევებსაც ქონიათ. და ასევე ნამწყებს არის მოგონებებში ნახსენებია კიტრი ძალიან საყვარლად და მინდა ამოვიკითხო ყაზბეგია თვითონ ალექსანდრე ყაზბეგი ეკითხება მწყემს ბალახი როგორიღა ეს იმ პერიოდს ემთხოვა როდესაც ის მთაშია წასული მეცხვარედ მოწონების ნიშნად წამოიძახა იმან ბალახს რაღა იკითხვა უნდა ცხვარი კიტრსავით დაურგვალებიაო და ჩვენ ვიცით რომ ალექსანდრე ყაზბეგმა თავისი მეცხვარის ცხოვრების შემდეგ გახსნა დუქანი სადაც ასევე ყიდდა სხვადასხვა სასმელებთან ერთად ის ყიდდა იქ იყიდებოდა ყოველ შემთხვევაში თამბაქო და კიტრი ეს არის ნახსენები და მე მინდა კიდევ ერთ რამეზე გავამახვილო ყურადღება სანამ დრო გვაქვს ესე იგი ალექსანდრე ყაზბეგს გამოყენებული და მოცემული აქვს ესე იგი საკარმიდამ ნაკვეთები და ჩვენ აქ ხვდებით სამი ტიპი ამოუკრიფეთ თუ სხვაც ბევრია რა თქმა უნდა მაგრამ ეს მინიმალური რაც ჩავატებ დროში იმას გეტყვით ეს არის კარმიდამო სადაც რომელიც ეკუთვნის ძალიან ღარიბ გლეხს შემდეგ წარსულში მდიდარ მაგრამ აწმყოში გაღარიბებულ გლეხს და ძალიან დიდარ თავაც და მინდა ამოვიკითხო აი ეს ადგილები და თვალი გადავავლოთ ერთად. თვითონ ეს არის პირველ რიგში ღარიბ გლეხის ოჯახი, წარმოდგენილია ნაწარმოებში ციკო და ამოვიკითხავ ახლავე. ნაწარმოების თავშივე ის როგორც სხვა შემთხვევაში ილია ჭავჭავაძე ნაწარმოების თავშივე შეგვახედებდა ესე იგი კაცი ადამიანში აი ამ თავადის ოჯახში ასევე არის ამ შემთხვევაშიც. გაცალკევებით ერთ გორაგზეთ სოფელს ხელშეში რომელიც თითქოს არეულა უსწორმასწორო და ოღროჩოღროთ ამართულს მთებში დგას პატარა ორსართულიანი სახლი თავისივე პატარა ეზოთი და უკან დიდის მაგრამ დანგრეულის შენობით ეს შენობა სათოფურების მკაცრის მუქარით ეს შენობა თავდება 4 კუთხად აგებული კოშკით რომლის სათავიდანაც სათოფურების მკაცრის მუქარით პირი დაუღიათ როგორც ეთყობა როდესღაც ეს ყოფილა სადგური რომელიმე გამძლავრებულის და მაშასადამე კარგის შეძლების მქონე კაცისა მაგრამ ეხლა კი ჟამთა ვითარებას და ხანს იმისთვის თავის
შეუბრალებელი დაღი დაუსვამს. დიდი სახლი ჩანგრეულა და კოშკიც რამდენსამე ადგილას გაბზარული ერთხარეს გადაზნექილა. ეს არის ის საშუალო გლეხის ოჯახი და სათოფურები მე-16 საუკუნიდან გაუჩნდა თოფის წარმოშობასთან და გავრცელებასთან არის კავშირში და სათოფურებიც ამ პერიოდში გაუჩნდა ჩვენს არქიტექტურას. მეორე ეს არის ძალიან ღარიბი გლეხის ოჯახი. სოფელს გერგეჭი ქვემო უბანს, რომელსაც გვერდით ხევი ჩამოუდის და მოვარდნის დროს არაიშვიათად სახლებს მიუვარდება ხოლმე, აზარალებს მაცხოვრებლებს. ყველაზე საშიშ ადგილას იდგა ერთი პატარა, ძველი და ნახევრად დანგრეული სახლი. პირველსავე ნახვაზე თქვენ დარწმუნდებოდით, რომ ამ სახლის პატრონები შეძლებულები არ უნდა ყოფილიყვნენ, რადგან ამისთანა საშიშ ადგილს ვერ მოსცილებოდნენ და სახლიც ვერ გაეახლებინათ. და ეს ყველაზე მდიდარი და შეძლებული თავადის ოჯახი, ეს არის ელეონორას ოჯახი, სადაც აღწერილია, რომ ესე იგი მამამისი ცხოვრობდა, მამამისი იყო აი ხევის მეთაური და მქონდა გალავნიანი დიდი ციხე სახლი, რომელშიც იყო დარბაზი და ხალხი, აი ამ ხევის ხალხი, როდესაც საერთო საჭიროების განხილვა იყო, აი ამ დარბაზში იკრიბებოდნენ და დიდი გალავანიც ჰქონდა, დიდი ეზო ჰქონდა და სახლში შიგნით იყო ბუხარი და ლამაზად მოწყობილი იყო, მშვენივრად მოწყობილი სახლი და იმართებოდა მეჯლისებიც კი. აი ასე არის უმდიდრესი თავადის სახლი დახასიათებული. და საბოლოოდ მოგვეწურა და საბოლოოდ მინდა დავასრულო გარდაცვალება მისი გარდაცვალებით და ერთ-ერთი არსებობს ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია ალექსანდრე ყაზბეგის გარდაცვალებისას პანაშვიდზე მორთმეული მთელი ქართული საზოგადოების სხვადასხვა წევრებისგან მორთმეული გვირგვინების სია, ეს ყოფილა 54 გვირგვინი, რომელიც მიუძღვნეს მის ეს კი პანაშვიდზე მოაბრძანეს და მიუძღვნეს მას. თბილისში გარდაიცვალა ის, დაასვენეს ქაშვეთის ტაძარში და შემდეგ მთელმა საზოგადოებამ ფეხით მიაცილა ვერამდე, სადაც უკვე ბალდახინებით და ურმებზე დასვენებული აი ეს სასახლე შეამკეს და დაალაგეს ეს გვირგვინები და გადაასვენეს სტეფანწმინდაში, სადაც ის დღემდე არის დაკრძალული. დიდი მადლობა, კეთევან. ძალიან საინტერესო იყო ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედების განხილვა ამ კონტექსტში. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ვარიანტი პრიზმა შევთავაზეთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს და მშვენიერი мотивация იმისთვის დილიდან რომ აი ორ დღეში, როდესაც უქმეები დაიწყება, თვალი გადავლონ მის შემოქმედებას კიდევ ერთხელ და იპოვონ არაერთი აღმოჩენა საინტერესო.